ჩვენს ქალაქშიც მოვიდა გაზაფხული, ესეთი ენერგიული მზიანი და ხალისიანი დილა გათენდა ჩვენს ქალაქში და რა თქმა უნდა ჩვენც ეს დღე ესე ხიარულად ენერგიულად და მზიანად უნდა გავაგრძელოთ. უსმინეთ რადიო იდუმალებას და მე პირობას გაძლევთ რომ ჩვენთან ერთად არ მოიწყენთ. და იმისთვის რომ დილა ესე ენერგიულად და ხიარულად დავიწყოთ, მე გთავაზობ ძალიან მაგარ ენერგიულ სიმღერას, რომელსაც ასრულებს ნინა, სიმღერას ქვია მატირე. ბიჭო აიღვიძე ხა რაღაცეები გვაქვს გასაკეთებელი აქვს ტიხრები და რაღაცეები ჭირდება და აბა მომზადე აჰა მაშასე მე შეგახსენებთ რომ თქვენ უსმენთ ყველაზე მაგარ და მხიარულ რადიოს რადიო იდუმალებას რადიო იდუმალება FM 36 და 6 დუნდუკ თქვენ მოისმინეთ ჩვენი ახალი ტიხარი და მე შეგახსენებთ რომ დღეს 11 მარტია და გადავხედოთ თუ რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ამ დღეს. სხვადასხვა წლებში რა თქმა უნდა 1976 წელს შალვა ნათელაშვილმა იყიდა ჯინსის ჭარვალი. 1982 წელს რიჩარდ გირმა და ჯულია რობერტსმა დაასრულეს მეორე სართულის რემონტი. 1990 წლის 11 მარტს ქალაქ ცხაკაიას დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება მინდორი. 2001 წელს ჯუმბერ პატიაშვილმა ქუჩაში იპოვა $500 და ჩამოაყალიბა ბლოკი ერთობა. 2002 წელს ენრიკე იგლესიასი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ვლადიმერ პუტინს და არაოფიციალურით ანა კურნიკოვას. აი ესეთი საინტერესო თარიღები დაფიქსირდა 11 მარტს სხვადასხვა წლებში და მე შეგახსენებთ ჩვენს სპონსორს. ჩვენი სპონსორია თბილისის ბომბების ქარხანა. თბილისის ბომბების ქარხანა არავითარი ქიმია, მხოლოდ ბალახებზე დამზადებული ბომბები. დუნდუკ ვაგრძელებთ ჩვენს ეთერს და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თქვენ უსმენთ ძალიან მაგარ რადიოს რადიო იდუმალებას. რადიო იდუმალება FM 36 და 6 დუნდუკ ძირფასო მსმენელებო, დღეს ჩვენ არაერთ საინტერესო თემას განვიხილავთ, არაერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ და პირველი თემა, რომლის შესახებაც მე თქვენ მინდა გესაუბროთ, ეს არის სექსი. რა არის სექსი? დროს ტარების ყველაზე სასიამოვნო საშუალება თუ ურთიერთობის ხელოვნება. სად მთავრდება ფლირტი და როგორ გადაიქცევა ტოლვა-ვნებად? პარტნიორს ვანიჭებს ბედნიერებას თუ უბრალოდ საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვუმტკიცებთ რომ ცხოვრების აზრი მაქსიმალური სიამოვნებაა. მაშასე ჩვენი პირველი მსმენელი ხაზზეა და მე გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი სექსის შესახებ. გისმენთ? ჰალო! ჰალო, მაგი არ ვიცი, მაგრამ მე მინდა ბედინა. ბედინას ის გაუში, იგი როა ისა, ხო, ბედინას რამე. კარგი, აუცილებლად გავუშვებთ ბედინას რამეს, ცოტა მოგვიანებით. დიდი მადლობას რომ საკუთარი აზრი ესე დააფიქსირეთ. გმადლობთ, ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ამ თემას. გამარჯობა. დიახ. რადიო ეს არის? სიმღერა ორ წუთში მორჩება. ეს არის რადიო. რეკლამის განთავსება მინდა რადიოში. რა რეკლამა, რის რეკლამა გინდა? კარაქი ბაბუაწვერა. კარაქი ბაბუაწვერა. და რა ტიპის რეკლამები? ჩვენ ორი ტიპის რეკლამა შეგვიძლია დაგიმზადოთ, ერთი სერიოზული ტიპის რეკლამა, ჩვეულებრივი სახის და მეორე იუმორისტული. და ეს სერიოზული როგორ არის? სერიოზული როგორ იქნება? კარაქი ბაბუაწვერა. საუკეთესო კარაქი დიდუბეში. დუნდუკ. ეს არის სერიოზული სახე. და იუმორისტული? იუმორისტული ესეთ იქნება. კარაქი ბაბუაწვერა. ყველაზე მაგარი კარაქი დიდუბეში. დუნდუკ. ეს არის იუმორისტული. რა ღირს? სერიოზული სახის ტიპის რეკლამა ის დამზადება ღირს 80 ლარი და იუმორისტული ტიპის 100 ლარი. აჰა და განთავსება ეთერში? ერთი გაშვება 3 ლარი.
ერთი გაშვება, იცით რა, დამზადების ფული არა მაქვს. მარტო გაშვება მინდა და მე თვითონ რა ვთქვა? კი, არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა, ხო. ერთ წამით, აი ხა სარეკლამო. ბოლო, აბა წავიდა. კარაქი ბაბუაწვერა, საუკეთესო კარაქი დიდუბეში. დუმ მადლობთ. და რამდენჯერ იქნება დღეში? დღეში 3 ჯერ ჩავსვათ 3 საათზე, 6-ზე და 9 საათზე. კარგით, მე მაშინ წავალ და 6-ზე შემოგიყვეს. 6-ზე და 9-ზე არ დაგაგიგებ. შემოგიყვეს. თავდება სიმღერა. ჩვენი საერთაში ვარ ძვირფასო მსმენელებო და მე შეგახსენებთ რომ თქვენ უსმენთ რა თქმა უნდა ისევ და ისევ ტალღას 36 და 6. რადიო იდუმალება FM 36 და 6. დუმ-დუკ. და ჩვენი მომდევნო თემა, ძალიან საინტერესო თემა, ეს არის ნოსტალგია. მე მინდა ვისაუბროთ ნოსტალგიის შესახებ. ამ გზნობას, ესე იგი, როგორც იცით, ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ მონად უქცევია. ბევრი ვაჟკაცისათვის იგი საჯილდო ქვად გამხდარა. ალბათ ღვთისგან ებოძა ადამიანს უხილავი ძაფი, რომელიც მას მშობელ მიწასთან თანაზიარს ხდის და ამიტომაც აქედან დიდი ხნის დაშორება აუტანელ ტკივილს განგვაცდებინებს ხოლმე. ვიდრე მორიგი მსმენელი ეთერში იქნება და უკვე მსმენელი ხაზია, მე გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ნოსტალგიის შესახებ. ალო არც მაგი არ ვიცი, ბედინა აღარ მინდა, კაბუ გაუშვი, კაბუ. თქვენ ხართ კიდე? ალო. წავიდა მსმენელი. დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ცოტა ხანში გავუშვებთ კაბუს ან ბედინას ან რომელიმეს გავუშვებთ. ძალიან გთხოვთ თქო აღარ დარეკოთ. კარგით. მადლობთ. მე წავიკითხავ ახლა SMS-ებს, რა თქმა უნდა, რომელიც თქვენ გამოაგზავნეთ. დიახ, კითხულობთ SMS-ებს. აი ესეთი SMS-ი მოვიდა. ნიკა, ძალიან გთხოვ გაუშვი წყევლა. სამწუხაროდ წყევლას ვერ გავუშვებთ, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ იყო და საღამოს მოგიწევთ მოსმენა. ნათია, ძალიან მიყვარხარ, გისურვებ ოცნებების 100%-ით ასრულებას და 100%-ით უქერტლოთ მას. დათო. შემდეგი SMS-ი ესეთია. ავთანდილს, ბადურს, კობას, ზაურს და ბესოს ვუძღვნი პანჩოს სიმღერას დედავატირე ყველასი თქვენი. შემდეგი SMS-ი ესეთია. დურმიშხან ვსევალოდის ძე ქარქუსოვს ვუძღვნი სიმღერას ქალი ხარ ქალი ორა გიჟი. ესეთი სიმღერა მიუძღვნეს დურმიშხანს ქარქუსოვს და ესეთი თხოვნა მოვიდა. გთხოვთ გაუშვათ ბრიტნი სპირსის Toxic. ან გაუშვათ ნორა ჯონსი. მაშასე ეთერშია შეუდარებელი ნორა ჯონსი. When I saw the break day, we said I could fly away. Still on kneeling in the sand, catching teardrops in my hand. Head is dancing wine, totorum, totorum, totorum. You'll be on my mind forever. Da-na-na-na-na-na-na. ჩვენს ეთერს ატყობდა შეუდარებელი ნორა ჯონსი. და ახლა ეთერში რეკლამის დროა. სარეცხი ფხნილი 100. გესმით როგორ უხდება მიშიკოს თეთრი პერანგი? დუმ-დუკ. მეორე რეკლამა. ბავშვი აღებს კარს, შედის ოთახში და ხედავს რომ ბებია და ბაბუა ტელევიზორს უყურებენ.
ხურავს კარს და გამოდის. შედის მეორე ოთახში, აღებს კარს, ხედავს რომ მამა ნოუთბუქთან ზის და რაღაცას აკეთებს. ისევ წყნარად გამოდის ოთახიდან, აღებს სამზარეულოს კარს, ხედავს რომ იქ დედა საჭმელს ამზადებს, ისევ წყნარად ხურავს კარს, მიდის და იძინებს. ჩემები. დუკ რეკლამის დასასრული. და ისევ ზარია გისმენთ? ალო. სმენელი ყავს. დიახ. ალო. ალო. არის მის? ძალიან ხოთ მოშორდით რა რადიო მიმღებს რა. ალო. მოშორდით ძალიან ხოთ. ალო. კიდე არის მის? მიმღებს მოშორდით რა. კიდე მოვშორდე. კიდე გაიციეთ რა. მოშორდით მოშორდით ან გამორთეთ, გაიციეთ რა, ცოტა უკან გადით. უკან გავდივარ და კიდე? რადიო მიმღებს მოცილდით ან რა. კარგი, კიდე? კიდე გადით რა. კიდე? ხო ან გამორთეთ ან რამე. ალო. ნეტა სიმღერის თქმა მაინც მოესწრო კაცო. ხო, ესა ალო, აღარ არის. კარგი, ისევ ყავს ჩვენ მორიგი მსმენელი. გისმენთ? ალო. დიახ. ესე იგი მთელი დღეა ვცდილობ თქვენთან დარეკვას და წვივის მოვხდი ეთერში. ნიკა, მინდა გითხრა რომ ძალიან საყვარელი ხარ. მე თქვენი რადიოს ერთგული მსმენელი ვარ. შენი ხმა რომ ყოველთვის თამდევდეს, იძულებული ვარ რადიო ყველგან თან ვატარო. ნიკა, შენ ჩემი სულიერი მეგობარი ხარ და მინდა ერთი საიდუმლო გაგანდო, როგორც თუ შეიძლება ეთერს გარეთ. დიახ, ეს ჩვენი მსმენელი იყო, თქვენ მოусმინეთ სიმღერას, მორიგ სიმღერას. მე კი ეთერში მალე დავბრუნდები. ალო? ალო. ალო. ალო, როგორი იყო? ხო გამომივიდა კარგად. ხო, აბუ აღარ მინდა ის გაუში. ელიზა, ქვია თეიმურაზი და ელიზას ისა. ალო, ტაქსი. ალო. რომელი? ალო. გისმენთ? ალო, ტაქსია? გისმენთ? ალო, ფუ. არა, სხვაგან მოხდით, არ არის ტაქსი. კარგად ბრძანდებოდეთ. ბრუნდები ეთერში და დადგა ჩვენი ტრადიციული ვიქტორინის დრო. ესე იგი, თქვენ უნდა მოусმინოთ შეკითხვას, რომელზეც შემდეგ უნდა გასცეთ, რა თქმა უნდა, სწორი პასუხი. შეკითხვა ესეთია. ყურადღებით. რამდენი თითი გვაქვს მარჯვენა ხელზე? A 5, B 5, G 5, D 5. ვინც პირველი დარეკავს და გასცემს სწორ პასუხს კითხვაზე, მიიღებს არაჩვეულებრივ ბურბუშელას, რომელიც დააწესა ლაგოდეხის ავეჯის ქარხანა. და ასევე მიიღებს ერთ ბილეთს ნესტან ჩქარეულის კონცერტზე, რომელიც გაიმართება რკინიგზელთა კულტურის სახლში ხვალ დილის 7 საათზე. ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებთან. ორი ბილეთით შეგიძლიათ შეხვიდეთ 3. მონაწილეობენ აჩი მეფარიძე, თემურ თათარაშვილი, ანტიპოდი, გელა სადებიუტო სიმღერით გელა 64, ბატონი უშანგი, რომელიც იცეკვებს სემ სოროქს და რაც მთავარია კონცერტის კულმინაცია, ქალბატონი ზაირა სცენაზე გაიკეთებს ბრმანაწლავის ოპერაციას. ფოიეში მოეწყობა გალაქტიონ ტაბატაძის ნამუშევრების გამოფენა ნახატების შეშაზე. წამოიყვანეთ თქვენი ბავშვები და მათ გაართობენ გველები. ასევე თქვენს ბავშვებს საშუალება ექნებათ დაანთონ კოცონი და დაინახონ ბამბის ნაყინი. იჩქარეთ
იჩქარეთ, ბილეთებს მელანი გადასდის. აი ესეთი პრიზები. დუკ. აი ესეთი პრიზები გელოდება ძვირფასო მსმენელებო, თუ თქვენ დარეკავთ და გავცემთ სწორ პასუხს. და მე შემოგინახეთ სიურპრიზი ჩვენი ეთერის ბოლოს, რომელზეც რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენ ეთერში. და ეს სიურპრიზი ესეთია. ჩვენთან ეთერში სტუმრად იმყოფება ჯგუფი ცხელი ჯოხი. ჯგუფი ცხელი ჯოხი ახლა ჩემთანაა სტუდიაში, მოგესალმებით ბიჭებო. აუმარჯოსნი. ჯგუფი ახლა ჩვენთანაა. როგორ ახართ ბიჭებო? მე მინდა პირველ რიგში მადლობა გითხრათ რომ მოგბრძანდით ჩვენთან სტუდიაში და კიდე რა მეტესებს, აი მიუხედავად იმისა რომ ამდენი ასეთი დატვირთული გრაფიკი, როგორ გამონახეთ დრო რო ჩვენთან მოსულიყავ? ნუ დრო გამოვნახეთ, ეხა ნუ მართალია ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ნუ ეს კონცერტები ყოველ დღეში 2 კონცერტი, ნუ ძალიან რთულია ეხა თან როგორი ვარიანტი იცი რომ ეხა აი კონცერტი არის ხო? და გამოდის მომღერალი ხარ, რო არ მიხვიდე და დაესწრო უხერხული არის რა, ხავს ყავი დამეთანხმებით რა. და მე ვთხოვ ჯგუფს თხოვნა რა თქმა უნდა არ ჭირდება, ისინი ამისთვის მოვიდნენ ჩვენთან ეთერში რომ მოგვასმენინონ საკუთარი სიმღერა. თქვენ ალბათ CD-ს ამოღებული გაქვთ და აი სამწუხაროდ CD ჩვენ ვერ წამოვიღებთ, იმიტომ რომ რაც ქონდა ყველა გავყიდეთ. ამოვყიდეთ რა. გაიყიდა რა ყველა. მე გილოცავთ ამას რა. ხო, ყველა CD გავყიდეთ და მოვედით რა. რა არის რა, არ გჯერა? რა პრობლემა არის ხა? ჩვენ ახლა რითი მოვედით, იცი? მარშრუტი. ძალიან მარშრუტით ეხა, ნუ 3 კაცი მარშრუტკა ეხა ეგ შენი ანგარიში რამდენია? ნუ ეს ის. გასაგებია. და რა ვქნათ როგორ? ჩვენ შეგისრულებთ ჩვენს ახალ სიმღერას. სოციალურად აი ძვირფასო მსმენელებო მე მივესალმებ არა გვაქვს სამწუხარო და ჩვენ პროფესიონალებისთვის პრობლემა არ არის. ძალიან დიდი მადლობა ისინი ახლა სოციალურად შეგვისრულებენ საკუთარ სიმღერას. ხო? მეგობრობა. სიმღერა მეგობრობა, სახელწოდებით მეგობრობა. მეგობრობა სიმღერა. ხო? ეთერში ვარ, ხო? ეთერში ვარ. დიახ, რა თქმა უნდა. 3 4 მე მგონი ყველა ძალიან მოგვეწონა ეს სიმღერა, არაჩვეულებრივი სიმღერა იყო მეგობრობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა კითხოთ მომავალი გეგმების შესახებ, რას აპირებთ სამომავლოში? ჩვენ რაც შეეხება ვაპირებთ ეხლა მოსკოვში წავიდეთ, იმიტომ რომ აქ ფაქტობრივად ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს და ძალიან ბევრ მომღერალს ვჩრდილავთ. და უფრო მინდა რომ მე უკვე რუსულად მიმართ ჩვენ გულშემატკივრებს და ჩვენს მსმენელებს. Токчи мы хотим нам, чтобы наша музыка всем слушальницы им хотим мы наша музыка от сердца бились сказаны с нами да ото про кетесат чем сасгал единственно ну прямо за нами это все это причалы по-моему это не островнаться. ასაკები შვენიერი გეგმები გაქვთ. მე წარმატებებს გისურვებთ და მინდა გითხრათ რუსულ ენაზეც ხომ არა გაქვთ რამე ჩაწერილი? რა თქმა უნდა Обязательно. откуда გასაგებია და იმედია შეგვისრულებთ დღეს აი ამ სიმღერას. завтра начало ძვირფასო მსმენელებო ჩვენი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა. მე გემშვიდობებით ყველას და ეთერში გიტოვებთ ჯგუფს ცხელი ჯოხი, რომლებიც შეგვისრულებენ ახალ კომპოზიციას რუსულ ენაზე. სახელწოდება нас Неснасная. Симгра неснасная. Джгупи ცხელი ჯოხი. дорогая неснасная Это наш прощальный гардероб. Братья неуспешно очутились. нам сказали здесь не могут прийти Откровенность наша чутье.
Хлеб и независимость, дружба и погода, наша предсказуемость, глаголи ненадолго. А теперь все вместе! Хлеб и независимость, дружба и погода, наша предсказуемость, глаголи ненадолго, глаголи ненадолго. Поехали в Москву!